დიქტატორები მარცხდებიან, გვეუბნებიან ზუგდიდელები, რომლებიც ახლა ქუჩაში არიან გამოსული და საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ამბობენ, რომ გარდაუვალია რეჟიმის დამარცხება და მზად არიან ქუჩაში იდგნენ, მათ შორის იმდენ ხანს, რამდენი დროს დასჭირდება ივანიშვილის გუნდს, რომ აღიაროს დამარცხება და დაემორჩილოს მოქალაქეების ნებას, დანიშნოს ხელახალი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან დიქტატორის უკან ფული, იდეოლოგია, იდეოლოგიისთვის მებრძოლი დიქტატორები ბევრად უფრო დიდხანს დიქტატორობდნენ. მაგრამ ადამიანს, რომელსაც საკუთარი პრივილეგია აინტერესებს და ამისთვის ჭირდება ძალაუფლება, დიდხანს ვერ გაძლევს, იმიტომ რომ იდეოლოგიისთვის ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავის ხორბლის ფასად დადოს, მაგრამ შენს გვერდით რომ ფულებით გააერთიანებ ადამიანებს ხორბლად არავინ არ გამოყვება. ეგ ერთი ყველაზე დიდი მოგება აქვს დღეს საქართველოს რეალობასთან, რომლის წინაშეც დგას. და დარჩათ ძალიან ცოტა გაქცევამდე იქ სადაც მათი ადგილი არის და ეს არის რუსეთი. საქართველოს ქართველი ხალხი დაიბრუნებს და ამაზე მეტყოლებს დღევანდელი დღე 100 დღე არის გასული იმ ძიმე დღეებიდან რაზეც წიში იყო როგორ უსწორდებოდნენ ადამიანს და როგორ უსწორდებიან დღესაც სახლებში მივარდნით ქუჩებში დახვედრით და 1000 გვარი რეპრესიებით რომელიც გადმოტანილი აქვს რუსული ხელწერით და ზუსტად ისე აკეთებენ როგორც ამას რუსეთში აკეთებენ 100 დღე გარეთ ყოფნა დაუღალავად ნიშნავს ერთ-ერთ რაღაცას იდეის გარშემო გაერთიანებულ თავისუფალ მოქალაქეებს ვერ გააჩერებს ვერავინ რაც არ უნდა გააკეთოს როგორც ხედავთ მე-100 დღესაც ხალხის განწყობა არის საბრძოლო როგორც ზუგდიდში, სამეგრელოში, ასევე დედაქალაქში, სხვა ქალაქებში და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რეჟიმი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი მოგვიწევს ჩვენ ბრძოლა თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი თემ სოფლიოში, რომ დიქტატორული რეჟიმები დიდხანს ვერ ძლებენ. საქართველოს მოსახლეობამ ბოლომდე გამოავლინა თავისი ნება, რაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ მოსახლეობას არ ჭირდება ისეთი რეჟიმი, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს ქვეყანაში. 100 დღე მიუხედავად სიცივისა, მიუხედავად თოვლისა, წვიმისა, ავდრისა, ყველა დღე გამოდიოდა ხალხი და დღეს ნახავთ რამდენი ადამიანი გამოვიდა. ამან შეურიგებელია საზოგადოება იმისა, რაც ხდება საქართველოში. ბუნებრივია ჩვენი მოთხოვნა ისევ და ისევ უცვლელია, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური თხოვების განთავისუფლება პატიმრობიდან, იმიტომ რომ სხვა მხრივ საქართველოს ვერ დაუბრუნდება დემოკრატიული პროცესები და დემოკრატიულ მოცემულობას. საპროტესტო აქცია იმართება ბათუმშიც, მე-100 დღეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ არ უნდა შერჩეს ივანიშვილს და მის გუნდს მიტაცებული არჩევნები, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე და რეპრესიები. ამბობენ, რომ მინიმუმ 3 სინდისის პატიმარი ხავს. ბათუმს მზია ამაღლობელი ჟურნალისტი, რომელიც დაკავებულია, ასევე თემურ ქათამაძე, ბათუმელი მედროშე, რომელიც გადაყვანილია ახლა ბოლო ინფორმაციით ვივამედიდან მიგრაციის დეპარტამენტში და კიდევ ერთი პოლიტპატიმრის შესახებ საუბრობენ მოქალაქეები ზვიად ცეცხლაძე სინდისის პატიმარი რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად დაკავებულია და მას გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ამბობენ რომ აქციები იქნება უწყვეტი და უმთავრესი მოთხოვნა სწორედ არის ამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოიტაცა და შემდეგ დაიწყო რეპრესიები ქვეყანაში და დღეს ჩვენ გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი. მათ შორის ყავს ჩვენი ქალაქიდან ზია ამაღლობელი, თემურ ქათამაძე, ზვიად ცეცხლაძე, ანრი ქათამაძე და წარმოუდგენელია, როცა ხედავთ, რომ ამდენი ადამიანი სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის, ამ ქვეყნისთვის, ბრძოლისთვის დღეს არიან საპრობლემში. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ეს იქნება 100 დღის თავზე თუ ამის შემდეგ არის ის, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და რა თქმა უნდა ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ახალი არჩევნები არის რეალურად კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი შესაძლებლობა და არავინ არა საერთაშორისო თანამეგობრობაში ვინც ამბობს რომ ახალი არჩევნები არ უნდა დაინიშნოს. ან პოლიტპატიმრები გათავისუფლებას როცა ვითხოვთ, ხო, ვინმე არის იქით ევროპისკენ, ამერიკისკენ, ვინც ამბობს რომ არასწორია ეს მოთხოვნა, არა, ხო და როცა 100 დღე ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დგას ქუჩაში, ბიძინა ივანიშვილი რო ავიღოთ თავისი მილიარდებით, რავი, ძის აბაზანებს ვერ მიიღებს 100 დღის განმავლობაში. ეს ხალხი გათავისებულად დგას, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ მარტო თავიანთი კეთილდღეობისთვის კი არ დგას.
საბოლოო შედეგს რო დავდებთ და რო გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, ეს იქნება ქვეყნისთვის აუცილებელი, ქვეყნის კეთილდღეობისთვის აუცილებელი. ივანიშვილის და ქართული ოცნების სამწუხაროდ ქართულმა ხალხმა გამოაჩინა მტკიცე ნება და 100 დღის განმავლობაში აპროტესტებს იმ თავნებობას, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად ქართულ ოცნებასთან ერთად ახერხებს ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ექნება მართლა კარგი დასასრული, რადგანაც ქართული ხალხის ენერგიის წინააღმდეგი ვერანი ვერ დადგება. მეასე დღეს ქუჩაში გამოვიდნენ ქუთაისში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო დროს სტიქია, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო, კიდევ ერთხელ აჩვენა მოქალაქეებს, რომ მხოლოდ ერთმანეთის იმედად არიან დარჩენილი და რომ ქართული ოცნება და ივანიშვილის გუნდი არაფერს არ აკეთებს მოქალაქეების დასაცავად. ამბობენ, რომ სწორედ ამ დღეს დაამთხვიეს მათ გაყიდვა, საქველმოქმედო და ნახატების გაყიდვიდან შემოსული ფული და დაეხმარებიან სწორედ დაზარალებულებს, რომლებიც დაზარალდნენ სწორედ სტიქიის დროს, რადგან როგორც ამბობენ, კიდევ ერთხელ აჩვენა ამ მოვლენებმა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მორგებულია მხოლოდ ერთი კაცის ინტერესზე და როდესაც დასჭირდა გამართული სტრუქტურების მუშაობა მოქალაქეებს, ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის და მოხალისეების იმედად დარჩნენ. ყველა ინსტიტუცია ჩამოიშალა და ნელ-ნელა იშლება და უარესდება მდგომარეობა უკან მივექანებით და ამიტომ ერთმანეთი ყავს მხოლოდ ადამიანებს. ეს გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ, როცა დიდთოვლობამ დააზარალა რამდენიმე რეგიონი, ქუთაისიდან ძალიან ბევრი მოხალისე მაშველი იყო ჩართული და ჩვენც ამიტომ დღეს გვინდოდა ასე გამოხმაურებოდით ამ ამბავს და ეს მე-100 დღეს დავამთხვიოთ. 100 დღე ნიშნავს იმას, რომ მაავანს როცა ეგონა რომ ეს მილევადი პროცესი იყო, მერე დაიწყეს რაღაც აჩრდილების ძებნა დასავლეთიდან, პატრონების ეგრეთ წოდებულის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მტკიცედ გავართ. სწორედ ჩვენს გაუტეხლობაზე, ჩვენს პრინციპულობაზე, ჩვენს ერთად დგომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. ამიტომ დღეს სახალხო პროტესტის მე-100 დღეს ყველამ ერთად კიდევ უნდა უთხრათ უარი რეჟიმს და ყველამ ერთად ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი შვილების წინაშე უნდა განვაცხადოთ, რომ ხვალინდელი დღე გაცილებით უკეთესი იქნება. აქციაზე ვისთვისა ვარ? მომავლისთვის, თავისუფალი მომავლისთვის. იმ მომავლისთვის, რომელიც მე და ჩემს თაობას არ გვეღირსა. ჩვენ წაგვერთვა ახალგაზრდობა. ჩვენ წაგვერთვა მიზნები, წაგვერთვა ოცნებები. არ მინდა რომ შემდეგ თაობასაც წაერთვას. მინდა რომ ჩემი ქვეყანა გამოვიყვანო საბჭოთა რეჟიმიდან. მე ვთვლი რომ დღესაც იმ საშინელ იმპერიას ვებრძვით, რომელსაც საუკუნის მანძილზე ვებრძვით უკვე. ბრძოლა არ დამთავრებულა. საბჭოთა რეჟიმი, საბჭოთა მენტალობა ამ ქვეყნიდან ჯერ არ წასულა. წასასვლელია. ამისთვის ვიბრძვი ზუსტად. საპროტესტო ტალღამ დღეს ფაქტობრივად მთელი ქვეყანა მოიცვა და როგორც დემონსტრანტები ანონსებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება და ამბობენ, რომ აქციები უფრო მრავალფეროვანი და გაცილებით საინტერესო გახდება.